როცა გვეუბნებიან, რომ სცენიდან თქვი თქვენი სათქმელი. ეს არის ჩვენ მართლა ვცდილობდით, განსაკუთრებით ახალი თეატრი მართლა ვცდილობდა, რომ სცენიდან ეთქვა თავის სათქმელი და ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა ესეთი ლიტონის სიტყვები, მართლა ძალიან მძაფრი სპექტაკლები ჰქონდა და მე მგონია, რომ ამ სპექტაკლებმაც რაღაცნაირად გაზარდა კიდეც ის თაობა, იმიტომ რომ აი როცა ნიშნებზე ვლაპარაკობ, მაგალითად ეს ამბები სად იყო, როცა გავაკეთეთ ირაკლი ჩარკვიანის მე გადმოვცურავ ზღვას და უბრალოდ თიკო კვინიკაძე იყო მხატვარი, არაჩვეულებრივი ადამიანი და არაჩვეულებრივი მხატვარი, კოსტიუმების მხატვარი, რომელმაც მოიტანა ესკიზი და რაღაცა იყვნენ ეს ბავშვების ფერადები. ჭრელები. აი, წარმოუდგენელი ფერადები და მითხრა, რომ აი რაღაცა ფერადი ფანქრებივით მინდაო, რომ იყვნენო თუ რაღაც. ხარი იყვნენ კაცო რა პრობლემაა და რაღაცა დანარჩენი უფრო შავ და ნაცრისფერ ტონებში წავიდა თუ რა. აი უცებ გადის 2 წელი და ეს კონტრასტი რომელიც სპექტაკლშიც არის, პირდაპირ ამოდის ცხოვრებაში. პირდაპირ ამოდის, როცა მართლა ეს ფერადი ბავშვები, თავის ფერადი საწვიმარებით და ფერადი ტანსაცმლით პირდაპირ უპირისპირდებოდა აი ამ რაღაცა შავ დიდ ლაქას. გარდა ამისა, ნუ გავაკეთეთ უამრავი რამ, გავაკეთეთ ლირი და ბოლოს მიშა ჩარკვიანმა გააკეთა რაღაცა ვიფიქრე, რომ ძალიან პირდაპირ ხო არ არის თქო კვდები როგორც ქვეყანა, რომელიც ნუ მართლა ისეთ ტკივილზე იყო აგებული და ეს განსაკუთრებით დღესაც არ ამომდის თვალიდან ეს ბოლო ფინალური სცენა გელათის ფრესკას როგორც ჩამოსდის ცრემლი. აი ეს წარმოუდგენელი მეტაფორა, რომელიც ამ ბიჭმა მოძებნა. ჩვენ ვყვიროდით, კი არა, ლაპარაკობდით, აი მართლა ვყვიროდით იმ პრობლემებზე, რომელზეც ღირდა დაფიქრება. მართლა ღირდა დაფიქრება.